ეს კონათია მღევრიშვილი, მადლობ ნათია. მომავალი წლიდან ძალაში შედის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების ახალი სისტემა. სერგენკოს უწყების გადაწყვეტილებით ამიერიდან ქულების რაოდენობაზე საყოფაცხოვრებო ნივთები გავლენას ვეღარ მოახდენს. ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, შეიცვლება თუ არა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების რაოდენობა ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ. ერთჯერი ვიდეოდ დახმარებას მე მოგზაურობ შემოწმებას და ტელევიზორის გამო შეუწყდეს. მაყვალა ტაბლიაშვილის ოჯახს სოციალურად დაუცველი სტატუსი 3 თვის წინ მოეხსნა. მათი ინფორმაციით მიზეზი საყოფაცხოვრებო ნივთები გახდა. პლაზმური ტელევიზორი, რომელიც ახლა მათ საკუთრებაში უკვე აღარ არის. 4 წევრიანი ოჯახი სოციალურ შემწეობას 1 წლის განმავლობაში იღებდა. 4 წევრი ვართ, გაკირებულები არიან, ქირით არიან, აბეში ამათ არა აქვთ, არანაირი არაფერი. ნახევარი ხელფასით წამლებში არ ეყომთ. მაყვალა ტაბლიაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა სოციალურად დაუცველი სტატუსის აღდგენა შესაძლოა შეფასების ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ მოახერხონ. ცნობილია, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები შეფასების საბოლოო ქულაზე გავლენას აღარ მოახდენს. შეფასების ახლებურ სისტემაზე ჯანდაცვის სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო. სტატუსის განსაზღვრელი ოჯახის ფინანსური შემოსავალი და უძრავი ქონება გახდება. სუბიექტური შეფასება სოციალაგენტის ქულის დათვლის პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს. საყოფაცხოვრებო ნივთები ისეთი როგორც არის მაცივარი გასხურა ქულაზე გავლენას არ მოახდენს. უძრავი ქონება, ყველანაირი უძრავი ქონება, ანუ ის ქონება, რომელიც პოტენციურად ჩამოსავლის მომტანია, ოჯახისთვის მონაწილეობას მიიღებს. წინასწარ ზუსტად იმისი განსაზღვრა, რომ სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა გაიზრდება თუ შემცირდება, გამორიცხულია. შეფასების არსებული პროგრამის ცვლილების აუცილებლობასა და სისტემის ხარვაზებზე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ამ სისტემას თავისთავად ჰქონდა საკმაოდ დიდი პოლიტიკური სარჩული, როდესაც შემოწმების და შეფასების გარეშე ენიჭებოდა დიდი რაოდენობით ადამიანებს ეს ქულები და ქრონოლოგიურად ეს წინასაარჩევნო პერიოდებს ემთხვეოდა და იყო ფართო სუბიექტური ველი სოციალური აგენტის მუშაობისთვის, როდესაც ისინიც ასევე რიგ შემთხვევებში გამოიყენებოდნენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად. მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის შეფასების განახლებული სისტემა სავარაუდოდ მომავალი წლის იანვრის თვიდან ამოქმედდება. მანამდე მის შემუშავებაში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული. იმედი მაქვს, რომ ახალი სისტემა ბავშვიანი ოჯახების ინტერესებს უკეთ დაინახავს. ქვეყანაში ღარიბი ბავშვების რიცხვი საკმაოდ მაღალია. პროგრამა იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ ღარიბ მოსახლეობასა და მის საჭიროებებზე იქნება მორგებული და საბოლოო ჯამში მათ რიცხვს შეამცირებს. დაახლოებით 8 წელია სოციალურად დაუცველი სტატუსით მოქალაქეები სახელმწიფოსგან ფულად შემწეობას იღებენ. ასეთი ამ დროისთვის 400,000-ზე მეტია. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა სტატუსის მინიჭების ზღვრული ქულის ოდენობა. ამჟამად ზღვარი 57,000-ია. შეფასების სისტემის განახლების შემდეგ სავარაუდოდ პროგრამაში ცვლილებები ამ კუთხითაც შევა. სოლიდარობის